ორსათიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრები ერთიან პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ. კომისიამ მოსამართლეთა უბადო დანიშვნის საკითხზე იმსჯელა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადი დანიშვნის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა შეიზღუდება. კუბლაშვილმა საკონსტიტუციო კომისიას მოსამართლის შერჩევის პროცედურების გართულების წინადადებებით მიმართა. მოსამართლეთა უბადო დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადი დამტკიცებას მხარს უჭერს სამუშაო ჯგუფის წევრი პარლამენტართა ნაწილი, თუმცა შეხვედრაზე პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და ამ მათ მოსაზრებას ამყარებს ბევრი არგუმენტი და მათ შორის ერთ-ერთი არის ის საერთაშორისო გამოცდილება, რაზე დაყრდნობითაც ვენეციის კომისია ჩვენ გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ამოვიღოთ ესეთი ნორმები, როგორც კონსტიტუციიდან, ისე ორგანული კანონიდან. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში რამდენიმე წლიანი მომზადება კანდიდატის. აი ამ მომზადების შემდეგ უკვე ეს ადამიანი თავისუფლად შეიძლება დაინიშნოს უვადოდ და უვადოდ დანიშვნა არის მისი სტაბილურობის მთავარი გარანტია. ესე იგი მისი დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია. გარკვეული რისკები არის ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. დადებითი აქვს ერთს, ასე ვთქვათ, ნორმასაც და მეორესაც. სწორედ ამიტომ არის კომისია, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომელიც უფრო უკეთესია იმ რეალობისთვის, რაც არის ამ შემთხვევაში საქართველოში და რაც მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ იქნება მიმართული, რომ მოსამართლის კვალიფიციურობა, მისი დამოუკიდებლობა, მისი პროფესიონალიზმი იყოს უზრუნველყოფილი, აი აქითკენ არის ეს ყველაფერი მიმართული.